ახლა იმყოფებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების დეპარტამენტის ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზარზე. აქ ხდება ნერგების რეალიზაცია, როგორც ვაზის, ასევე ხეხილის. აღნიშნული ნერგების რეალიზაციას ამ ეტაპზე აწარმოებს არა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, არამედ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ანუ მთელი ნერგი გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს და სარეალიზაციო მხარე მთლიანად ფარავს ფინანსთა სამინისტრო. ჩვენ როგორც თანამშრომლები, ანუ ის ხალხი, ვინც ვართ ჩართული, უბრალოდ ვეხმარებით მათ, რომ ჯიშურად გარანტირებული ნერგის მიწოდება მოხდეს მომხმარებას. ისეთი არის სანერგე რო აქ ახლა ის არ გვიტეხავენ. არ მოგვატყუებენ და ბაზარში რო გიტყობ რა იცი რა. იცი რომ ზუსტად ეს იცი რომ კარგი იქნება და დობის ფაქტორი მეტი რა. გავიტანე მე და გამართლა ყველანაირად. დაჟე ნაყოფიც მე. გარეთ. ახლა ვაზი მინდა. აქ არის დაახლოებით 100-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში და დაახლოებით 20-30 ჯიში იყო უცხოური, რომელიც ამოიწურა აღარ არის. არის ფიროქსერაგამძლე საძილეზე დამყნობილი. არის აქ დააკვირდებით პარაფინით დამუშავებული, ან ეს პირდაპირ გამზადებული არის მარტო ჩასარგავად. ამას ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ, აქ გვაქვს როგორც საძირე, ასევე საბედე ნაკვეთები ჯიღაურის საკოლექციო ბაზაში. აქ ჩვენ თვითონ ვამყნობთ, ვამრავლებთ და მე გადავცემთ ფინანსთა სამინისტროს და ისინი უზრუნველყოფენ ამის გაყიდვას. ფინანსთა სამინისტრომ ნერგების რეალიზაცია 18 მარტიდან დაიწყო. გასაყიდად გამოტანილია ხეხილისა და ვაზის 90,000-მდე ნერგი, რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 11-დან 16 საათამდე შეუძლია. თუმცა აქ ნერგის ყიდვის მსურველთა მობილიზება რამდენიმე საათით ადრე იწყება. რომელ საათზე იწყება მუშაობა, კაცო? ყოველ დღე ახარ უნდა ვიაროთ, კაცო. რატო ყვირი? ფულს გაძლევს მომეცინები, რატო ყვირი? რატო ყვირი ხარო? არის ხალხი მეცი. და მე გაცემა ხო უნდა დაიწყოს. დაწყებულია და თქვენც არის დაწყებულია. თვალებში დაცავს ბაკრია, დაწყებულია. ვიყო აღარ არის. სიაც აიგიხეთ, რას უშვებთ, ვის უშვებთ, კაცო. რო ამოგიგა 78 ამოგიგიხა თუ რაღაცა. აიგიხე, მაგრამ დაიგიხე, ხეხილი ვინა მარტო და დამიბარა იმ კაცმა ბიჭო გაგიგე. სოფელ ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან ნერგების გაყიდვა დილის 11 საათიდან დაიწყო. ამინის მიუხედავად აქ ნერგების შეძენის მსურველთა ცოცხალი რიგია. ნაკადი არც ისე დიდია, თუმცა არეულისეების გამო რიგის ორგანიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ეგ არის ხუჩაბათისია. ეგ არის ხუჩაბათის. ეგ ხუჩაბათის არის, ხუჩაბათის. ის ხუჩაბათს რო დაიწერა პარასკევს, წავიღეთ მარტო ვაზი. იქ ვერ შევედით. ორშაბათს მოდითო და გაგიშვებთო გისმენთ. ეს ვიცი ხო პარასკევს ვაზი აიღო სუღელა. და ხეხილზე ვერ შევიდნენ, იქ დალახი იყო და დაგვიბარეს დღეისთვის რა დავარებული. 3 დღე უკვე აქ ვარ, გასვლის დღიდან. და ვერ მოახერხე ვერც ერთი ნერგის სანერგო. 3 დღე მოდივარ და ერთი ნერგი ვერ წამოდი. პარასკევს მოვედი და რიგი არის ჩაწერილი და ჩავეწერე და ეშვიდება და დღეს იმედი მაქვს რომ მომეცემა და იმავე დღეს ვერ მომწესებთ რომ წინა ორ დღესაც გასაცი დიდია მოთხოვნა რა ეთქობა ნერგებზე. ემზარ სუყაშვილი ვაზის ნერგების შესაძენად აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. აზერბაიჯანიდან ჩამოვედი საინგილიდან, ნერგებზე ჩამოვედი. უშინ ვიყავი დაკეტილი იყო და დღეს ველოდები რა, დღეს უნდა დავბრუნდე. თუ გამატანენ არ ვიცი აბა. მე ბევრი კი არა 50 ნერგი მინდა და იქ უნდა ვამცნო ქართველებს რომ არის რაღაც საენერგო მეურნეობა, სადაც ესე იგი შეიძლება სასურველი ვაზის ნერგები იყიდო რა. რამდენიმე საათიანი თხოვნის შემდეგ ხალხმა გულისხმიერება გამოიჩინა და აზერბაიჯანში ქართული ვაზის გაშენების იდეას საკუთარი რიგი დაუთმო. არა ვარ წინააღმდეგ. ქართული ფესვები გაახაროს იქ. ჩამოვედი, არ ვიცოდი თუ ასეთი პრობლემები შემექმნებოდა რა, სია იწერება და რაღაც ესე იგი და პრობლემებია და რაც მე მინდა ის პორნის ისები არ იყო აქ. ვაზის ისები არ იყო. დიახ და თეთრი გულშაური ვიყიდე 10 სარივ არ წავიდე რა ესე. ნუ სასურველი რომ უნდა იყოს ინტერნეტში ეს ისები გვაქვს, გაყიდვა შენ არა გვაქვს. არის დაახლოებით 80-მდე ხეხილის ჯიში და დაახლოებით 120-მდე ვაზის ჯიში, რაც იწვევს გაცემის მომენტში არჩევას ამ ყველა ფართო ასორტიმენტიდან, ამიტომ რეალურად გარკვეული შეფერხება არის, მაგრამ უფრო დიდი დაინტერესებაა და ჩვენ ძალიან გვიხარია, მაგრამ უბრალოდ
სასიამოვნო იქნებოდა და უფრო უკეთესად ყოფილიყო ორგანიზებული, ამ ისეთი დიდი დაინტერესებას ხალხის სიმართლე რო ვთქვათ არ ველოდით. ძალიან დიდი რაოდენობაა ხალხისა. აღნიშნული პრობლემების მიუხედავად ენერგების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. ყველაზე დიდი მოთხოვნა მიდის კახეთის ვაზის ჯიშებზე, ძირითადად ეს და ხეხილის ჯიშებზე უფრო მეტად ბალი, ასევე ვაშლი, ბლის ზოგიერთი ჯიში ამოიწურა, თეთრი ბალი აღარ არის დიდი ხანია და ასევე ალუბალი. დაინტერესებულ პირებს ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან ვაზის ნერგების შეძენა 1-დან 2 ლარამდე, ხოლო ხეხილის ნერგების შეძენა 4-დან 6 ლარამდე შეუძლიათ.